ამჟამად დედამიწაზე მიმდინარეობს რეალობის მასშტაბური გადაფასება. თუ შენ გაქვს განცდა იმისა, რომ დრო მაქსიმალურად დაჩქარებულია, ძველი ღირებულებები აღარ მუშაობს და გიჩნდება შინაგანი პროტესტი ყოველგვარი სიცრუის წინააღმდეგ, გილოცავ, შენი ენერგეტიკული ანტენა სწორად არის მომართული. ამჟამად მიმდინარეობს ტექტონიკური ცვლა დახვეწილ სიბრტყეებზე. აქედან გამომდინარე კი იცვლება ჩვენი მატერიალური სამყაროც. რა ხდება ახლა სამგანზომილებიანი ხილვადობის კულისებში? პირველი, ძველი მატრიცის ქსელების დაშლა. ის, რასაც ეზოთერიკოსები დიდი ხანია უწოდებენ სამყაროების განცალკევებას, გადავიდა ფიზიკურ ფაზაში. ძველი დუალური მატრიცა აგებული შიშზე, სიმცირეზე, გადარჩენისთვის ბრძოლასა და მანიპულაციებზე თანდათან ქრება. მისი საყრდენი კონსტრუქციები იშლება. ისინი იცვლება ახალი დროის თანამედროვე 5D კრისტალური ბადით, მაღალი ვიბრაციების სივრცით, სადაც ძირითადი ვალუტა ხდება პატიოსნება, უპირობო სიყვარული და სინერგია. მეორე, სინათლის ქარიშხალი და კოდების ჩატვირთვა. დედამიწას ბომბავს მაღალი სიხშირის ენერგიის ძლიერი ნაკადები, მზის ანომალიური ანთებები და შუმანის რეზონანსი. ამ დროს ჩვენ განვიცდით ეიფორიის მოზღვავებას ან უეცარ სისუსტეს. დახვეწილ სიბრტყეზე ის სინათლის წვიმას გავს. ეს მაღალ ვიბრაციული ენერგიები ხსნის DNM-ს. ადამიანებს უვითარდებათ გარკვეული ზებუნებრივი შესაძლებლობები, რაც დამოკიდებულია მათი ცნობიერების დონეზე. ქვეცნობიერს ასუფთავებს საგვარეულო ან სხვა ნეგატიური პროგრამებისგან, ეგრეთ წოდებული კარმული ვალებისა და საუკუნოვანი შიშებისგან. მესამე, დიდი ექსპოზიცია, სრული პატიოსნება. დახვეწილ სიბრტყეებში უკვე შეუძლებელი გახდა რაიმეს დამალვა. ყველა დაფარული თანდათან იწყებს გამშღავნებას. სივრცე იმდენად მკვრივი გახდა, რომ აზროვნების ფორმები ანუ ფიქრები ყისიერად მატერიალიზდება და ნებისმიერი ტყუილი, განსაკუთრებით საკუთარი თავის მოტყუება მაშინვე მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე ან სხვა საქმეებზე უარყოფითად. მიმდინარეობს ურთიერთობების, პროფესიებისა და პრიორიტეტების გლობალური გადახედვა. ყველაფერი, რაც მოვალეობის, შიშის ან სარგებლის გრძნობით იყო შექმნილი, ახლა სწრაფად ინგრევა. ანგარებით მოპოვებული ან შექმნილი ურთიერთობები დაიშლება, რადგან ღვთაებრივთან მათ არაფერი აქვთ საერთო. მეოთხე, მძინარე სულების გამოღვიძება გააქტიურება. ნატიფი გეგმა ახლა ჰგავს უზარმაზარ სადგურს მატარებლის გამგზავრებამდე. ბევრი ადამიანი აღმოაჩენს თავის ნამდვილ მოწოდებასა და მისიას. სულები, რომლებიც აქ მოვიდნენ როგორც გიდები და სინათლის შუქურები, მასობრივად იწყებენ გამოღვიძებას. მათში ქრება ძველი ცხოვრების ნისლი, ძველი აზროვნება და უჩნდებათ მძაფრი, დაუუკებელი სურვილი საკუთარი ჭეშმარიტი ვინაობის გახსენებისა და ახლის შექმნისა. მომენტის მთავარი ტენდენცია არის გადასვლა გადარჩენისა და დამსახურების რეჟიმიდან
შექმნისა და თანაგრძნობის რეჟიმზე. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ დედამიწელებმა? პირველი, საკუთარი თავის შეცნობა და რეალიზება. აუცილებელია ბუნებასთან მეტი ჰარმონიულობა. დალიეთ სუფთა წყალი, რაც შეიძლება ბევრი. ეცადეთ მიიღოთ მეტი ცოცხალი მცენარეული საკვები. იარეთ, რაც შეიძლება დიდხანს. შეიგრძენით სხეული და მოусმინეთ მას და გაუგეთ მაქსიმალურად. ახლა მისთვის ყველაზე რთულია ამ მაღალ სიხშირეებთან ადაპტირება. მეორე, ნუ გამოეკიდებით ძველს. თუ რამე გაქრება თქვენი ცხოვრებიდან, მაგალითად სამსახური, ადამიანები, ძველი რწმენა ან სხვა, გაუშვით მადლიერებით. ამით სივრცე თავისუფლდება თქვენი ახალი შესაძლებლობებისთვის. მესამე, სიყვარულის არჩევა შიშის ნაცვლად. ყოველ ჯერზე, როდესაც შფოთვა შეგიბღრობს, გააკეთე გაცნობიერებული ჩასუნთქვა და აირჩიე ნდობა შენი უმაღლესი მესადმი. მან ყოველთვის უკეთესად იცის, რა არის საჭირო შენთვის. ტრანსფორმაციის პროცესი შეიძლება იყოს მტკივნეული, მაგრამ ფინალი წინასწარ განსაზღვრულია. დედამიწა განუწყვეტლივ მოძრაობს სინათლის სიმკვრივეში. ეს კი იწვევს ვიბრაციების ამაღლებას. ჩვენ ვართ ამ პროცესის არა მხოლოდ მოწმეები, ჩვენ ვართ მისი უშუალო მონაწილეები და თანაშემქმნელები. შეინარჩუნე ბალანსი და იფრწყინე სრული ძალით. გისურვებ კომფორტურ ტრანსფორმაციას და უსაზღრო ბედნიერებას.